შემდეგი მითი: ღამე ჭამა ასუქებს. არა, ასუქებს იმაზე მეტი კალორიის მიღება, ვიდრე ხარჯავ. წონის კლებისთვის ჭამის დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 76 მითი: ყველა ვარჯიშის ბოლოს ფეხზე ძლივს უნდა იდგე. ზოგჯერ საკუთარი ლიმიტის გატესტვა კარგია, მაგრამ ვარჯიშების უმეტესობას გაწონასწორებულად და ზომიერად უნდა მიუდგე, რადგან თავიდან აირიდო უაზრო გადაღლა და ტრავმის რისკი. შემდეგი მითი: ვარჯიშისას კუნთი აუცილებლად უნდა იგრძნო. კი, კუნთის შეგრძნება ვარჯიშისას გეხმარება, მაგრამ ის ეფექტურობისთვის აუცილებელი ნამდვილად არ არის. თუ მოძრაობას სწორი ტექნიკით აკეთებ, მაგრამ სასურველ კუნთებს ვერ გრძნობ, არ აუშავს, ისინი მაინც იტვირთებიან და ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს. 78 მითი: წონებით ვარჯიში საშიშია სახსრებისთვის. პირიქით, სწორი დატვირთვით და ტექნიკით ვარჯიში საუკეთესო გზაა სახსრების გასაძლიერებლად. მითი 79: 35-40 წლის მერე კუნთს ვერ გაზრდი. რეალურად კუნთის გაზრდა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, უბრალოდ პროცესი შეიძლება უფრო ნელი იყოს. მე-80 მითი: ფამფი კუნთის ზრდისთვის აუცილებელია. არანაირად, ფამფი უბრალოდ კუნთებში სისხლის დროებითი დაგროვებაა და კი ის შეიძლება იყოს ეფექტური ვარჯიშის თანაპროდუქტი, მაგრამ აუცილებელი ნამდვილად არა. მაგალითად, თუ ვარჯიშობ 5-10 გამეორების ფარგლებში გათიშვასთან ახლოს, ფამფი შეიძლება საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ კუნთები მაინც გაგეზრდება. გადავიდეთ შემდეგზე. თუ ჭამ ცხიმს, იმატებ ცხიმს. არა, თუ ჭამ იმაზე მეტ კალორიას ვიდრე ხარჯავ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში იმატებ ცხიმს. 82 მითი: აუცილებლად უნდა ჭამო ერთი და იგივე დროს. თავარია დღის განმავლობაში მიიღო საკმარისი კალორიები და როგორც მაკრო, ისევე მიკრონუტრიენტები. თუმცა როდის იღებმა დიდი მნიშვნელობა არ აქვს და დროზე გაწერილი კვება არ არის აუცილებელი. შემდეგი მითი: ფასტინგი უფრო ეფექტურია წონის დასაკლებად. თუ ფასტინგი კალორიული დეფიციტის შექმნაში გეხმარება, კი ბატონო, მაგრამ ის მაგიური გზით წონას ვერ დაგაკლებინებს.